სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასროთ თქვენ და სრულიად საქართველოს ამინ დღევანდელ დღეს გადავწყვიტე ჩემო ძვირფასებო ცოტა გადავუხვიო ჩემს ტრადიციულ სახარებისეულ ან სამოციქულოს განმარტებას და მოგიყვეთ ისტორია რომ თქვენ არ გეგონოთ ტყილა დავდივარ სადღაცას ეს ისტორია სინამდვილეში რაც მე დამავალა საპატრიარქო მუშვალოდ პატრიარქმა ჯერ კიდევ ნეტარხსენებულმა ილია მეორემ და აწუკვე შიო მესამემ ეხება 1700 წლის თავს ოღონდ 1700 წლის თავი ყველგან ვილაპარაკე და რატომღაც ისე მოხდა რომ აი აქ მეგონა რომ ყველაფერი იცოდა და მე ძალიან ბევრი კითხვები დაისვა რატომ რისთვის და მე გამახსენდა რომ თქვენთან ერთად არასდროს არ ვილაპარაკე ამ თემაზე და ეხლა მე მოგიყვებით რა ხდება რა საიუბილეო ღონისძიებებია და ამის შესახებ გეტყვით თუმცა კი მაინც ჩემს საყვარელ თემას დღევანდელ სახარებასაც შევეცდები რომ ორი სიტყვით მაინც გითხრათ რის შესახებ იყო 326 წელს ისტორიული წყაროების თანახმად ჩვენ მივიღეთ ქრისტიანობა ოღონდ ეს იყო სახელმწიფო დონეზე მიღებული ქრისტიანობა ამაში გულისხმობ რას რომ 326 წელს მოინათლა სამეფო ოჯახი მეფე მირიანი და დედოფალი ნანა იქამდე მოექცა მინდა გითხრათ ვიდრე მირიანი მაგრამ ისინი რომ მოინათლენ ფაქტიურად ქართლის ნათლობა იყო და სახელმწიფო რანგში ავიდა ქრისტიანული რელიგია ეს ეხლა ამას რასაც ვლაპარაკობ დღევანდელი გაგებით ცოტა სხვა რამეა სახელმწიფო რელიგია 21 საუკუნეში და სახელმწიფო რელიგია მე-4 საუკუნეში აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა იმიტომ რომ სახელმწიფოს მოწყობა იყო მაშინ აბსოლუტურად სხვა ეხლა როდესაც ვამბობთ რომ 1700 წელია ჩვენი ქრისტიანობისა აქაც ცოტა ყურს გჭრის მაშინ ანდრია პირველწოდებული რო იყო შემოსული არაფერი არ მოხდა საქართველოში როგორ არ მოხდა ამასაც გეტყვით და მე გეტყვით როგორი იყო ეს სახელმწიფო მოწყობა ანდრია პირველწოდებული როდესაც შემოვიდა საქართველოში გაჩნდა ქრისტიანული თემები მაგრამ არა სახელმწიფო დონეზე არამედ რაღაცა ადგილ შეიძლება ის თქვა რაღაცა გარკვეულ გეოგრაფიულ წერტილებში თანამედროვედ როგორც ვამბობთ ხოლმე ლოკაციებზე აი მაგალითად ვიცით რომ შავი ზღვის პირას იყოს მსგავსი ესეთი თქვათ ლოკაცია ქრისტიანული თემისა ვიცით უცხოელი წყაროებიდან ვიცით ეს ამბავი ვიცით არქეოლოგიური წყაროებიდან რომ არსებობდა გარკვეული ქრისტიანული თემები და მათ შორის სალოცავებიც კი მაგრამ 326 წელს როგორც უკვე გითხარით სახელმწიფო რანგში ავიდა ეს ყველაფერი და 1700 წლის თავის იუბილეს ჩვენ აღნიშნავთ რას ნიშნავდა სახელმწიფო რანგი ეხლავე უნდა მოგახსენოთ მაშინდელი სახელმწიფოს მოწყობისა უნდა გავითვალისწინოთ წარმართულ სამყაროში მეფე ითვლებოდა როგორც ერთ-ერთი ღმერთი წარმართულ სამყაროში ეს ასე იყო აი მაგალითად თუ წავიკითხავთ ჩვენ ძველი საწინასწარმეტყველო წიგნებს იქ ბრძანებას რომელსაც გამოსცემს მეფე ეს ნიშნავს რომ ამ ბრძანების არ შესრულება წინააღმდეგობაში მოდის მეფესთან კი არა ღმერთთან მოდის წინააღმდეგობაში და ავტომატურად სიკვდილით სასჯელს იმსახურებს ადამიანს ეს ბრძანება არ შეიძლებოდა რომ შეცვლილიყო მათ შორის რამდენიმე ბიბლიის წიგნში ხედავთ ჩვენ რომ მიხვდება მეფე რომ შეცდომით აქვს ეს ბრძანება დაწერილი მაგრამ არ შეიძლებოდა ამის შეცვლა იმიტომ რომ როგორ შეიძლება ღმერთს რამე შეშლოდა ამიტომაც ამ ბრძანებას კი არ გააუქმებდა რომ თითქოს არ დაწერილა ეს ბრძანება არამედ რაღაცნაირად ახალ ბრძანებას გამოსცემდა რომელიც ძველში თითქოს არაფერს არ შეცვლიდა მაგრამ ზოგადად სიტუაციას ცვლიდა აი როგორ დონეზე იყო ეს იცით რომ საზოგადოებისთვის გასაგები ყოფილიყო რომ ღმერთმა თქვა რატომ არის ეს მიმართვა უფალოთი რომ მიმართა უფალო ბატონოს ნიშნავს რა თქმა უნდა მაგრამ უფალი უფლებათა როდესაც ამბობდნენ ეს იყო მაღალი ღმერთი და ეს უფალი იყო მისი მსახური აქ დედამიწაზე რომელიც ესე იგი ჩათვალეთ ღმერთის მოადგილე იყო თანამედროვე გაგებით რო ვთქვა ამიტომაც რა კანონსაც ის მიიღებდა რა გადაწყვეტილებასაც ის მიიღებდა ეს იყო საღვთო გადაწყვეტილება როდესაც ქრისტიანობა მიიღო რა თქმა უნდა მეფის ოჯახმა წარმართული სამყაროსთვის ეს იყო გამოცხადება პირდაპირ შეიძლება ითქვას რომ აი ჩვენ რომ ღმერთად ვაღიარებდით ადამიანს მან თვითონვე აღიარა რომ მე კი არ ვარ ღმერთი იესოა ღმერთი
ანუ იესო ქრისტეს აღიარებით აქამდე მიდიოდა, ესე მოხდა უდიდეს იმპერიაში, ბიზანტიაში, როდესაც მეფე კონსტანტინემ აღიარა ქრისტიანობა, გვიან მოინათლა ძალიან. მაგრამ ქრისტიანობა ჯერ გედიქტი გამოსცა, რომ დაუშვა, რომ აღარ ყოფილიყო დევნულებაში, ანუ უფლება მისცა, რომ ყოფილიყო სხვა რელიგიების გვერდით. მაგრამ როცა თვითონ მოინათლა, ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ბიზანტიის იმპერია ამით ემორჩილებოდა ერთხმას და წარმართობა აბსოლუტურად უნდა აღმოფხრილიყო, იმიტომ რომ წარმართობა ვეღარ იარსებებდა იმ სახელმწიფოში, სადაც უმაღლესი იერარქი ქრისტიანი გახდა. იმიტომ რომ წინააღმდეგობაში მოდიოდი მასთან და როგორც უკვე გითხარით, მასთან წინააღმდეგობაში მოსვლა ღმერთთან წინააღმდეგობაში მოსვლას ნიშნავდა. ეს იმიტომ გითხარით, რომ სახელმწიფო რელიგიას რო ვახსენებთ და დღევანდელ დღესაც იყო ატაცებული ეს თემა, რომ დღეს რატომ არ გვაქვს სახელმწიფო რელიგია, დღეს აბსოლუტურად სხვა არის. დღეს სხვა კონსტიტუციით იმართება ქვეყანა და დღევანდელ სახელმწიფო რელიგიას ძალიან დიდი დაფიქრება სჭირდება და პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თვითონ ქრისტიანებს, ქრისტიანულ ეკლესიას არ უნდა აწყობდეს ეს, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს ქრისტიანობა. შეიძლება გაგიკვირდეთ ახლა, რასაც ვამბობ, მაგრამ მე ამისი ძალიან მყარი არგუმენტები მაქვს. ძალიან მყარი არგუმენტები და მათ შორის ისტორიული არგუმენტები, რომ სადაც კი მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, იქ რაღაცა კარგი შედეგები არ დაუდგათ, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რაღაცა კანონები უნდა მიიღო, მე გინდა თუ არ გინდა, რომელი კანონებითაც, ესე იგი, ადამიანი უნდა დაავალდებულო, რომ ეზიაროს მაგალითად. აი სახელმწიფო სამსახურში არ აქვს უფლება ისე რომ იმუშაოს და ამან მერე სხვა შედეგები და ეხლა სხვაგან წაგვიყვანს ეს. სხვაგან წაგვიყვანს ეს საუბარი, ამიტომაც დაუბრუნდები 1700 წლის თავის აღნიშვნას. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომ ეს თარიღი აღნიშნულიყო ძალიან პომპეზურად და აბსოლუტურად ყველა ქართველს მიეღო ამაში მონაწილეობა. დაიწყო ამისთვის მზადება დაახლოებით 3-4 წლის წინ. ეს მზადება გამოხატული იყო იმით, რომ ღვთისმშობლის ხატი შეიქმნა, რომელ ხატსაც ქვია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო. ამ ხატის დედანი არის დაბრძანებული სამების საკათედრო ტაძარში და ყველა შეიძლება ნანახი გაქვთ თუ არა მიხვდებით, რომელზეც არის საუბარი. ღვთისმშობელი დგას, მთელი ტანით არის გამოსახული ხატზე და მის უკან საქართველოს რუქა არის. გადაფარებულია თითქოს აი ამ საქართველოს რუქას და მოზაიკაშია შესრულებული. ამისი ზუსტი ასლი ხატი დავით კაკაბაძეა მისი ავტორი და ზუსტი ასლი ასევე დავითის შექმნილი პატრიარქის კურთხევით დაიწყო საქართველოში ამისი მოგზაურობა. საქართველოს აბსოლუტურად ყველა საკათედრო ტაძარში ერთი კვირის განმავლობაში ბრძანდებოდა ყველა კუთხეში, ერთი კვირის განმავლობაში მიდიოდა ყოველდღიური წირვები და პარაკლისები და მიმდინარეობდა სამეცნიერო მოხსენებები, ჩვენი ცნობილი მეცნიერები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და ენათმეცნიერები, ხელოვნებაცოდნეები და რელიგიათმცოდნეები საზოგადოებასთან შეხვედრებს აწარმოებდნენ და ეს ყველაფერი იწერებოდა და მე მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმე დაინტერესდებით, შეგიძლიათ ლათინური ასოებით ჩაწეროთ ან YouTube-ში, ან Facebook-ზეც არის ლოგოსი და ამ ყველაფერს წარსულსაც ნახავ და ეხლა მიმდინარე ლექციები რაც მიდის, ეს არ გაჩერებულა, კვლავ გრძელდება ეს სამეცნიერო შეხვედრები. შეგიძლიათ ამას თქვენი ინტერესის მიხედვით, თქვათ ისტორიული იქნება თუ თქვათ რელიგიური, ყველაფერს თვალი მიადევნოთ. და ამ ხატმა მოიარა, როგორც გითხარით, მთელი საქართველო. ამის შემდგომ პატრიარქმა თქვა, რომ მე ვფიქრობ, რომ ამ ხატმა არა მარტო საქართველო, ჩვენ სამრევლოებში ყველგან უნდა ჩავიდეს. და მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ დაწყებულიყო ამ ხატით მოგზაურობა დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. რომ საზოგადოებას, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ ამ 1700 წლის თავს პატრიარქის მიზანი რა იყო, რომ ყველა ქართველი გაერთიანდეს და ყველა მიიღოს მონაწილეობა აი ამ 1700 წლის თავის აღნიშვნაში. მაგრამ ვიღაცა ვერ ჩამოდის საქართველოში მდგომარეობის გამო. აქედან გამომდინარე, მოდით ჩვენ ჩავიდეთ ყველასთან. რაღაცა გაჩნდა ესეთი კურთხევა. დაემატა ამ ღვთისმშობლის ხატს კიდევ ერთი ხატი მამა გაბრიელისა მისი წმინდა ნაწილებით, იმიტომ რომ მამა გაბრიელი ყველას ძალიან უყვარს და დასთავარი ეს ჩვენი გუშინდელი დღეა, ძალიან ხელშესახები. ხო არ არის რომ რაღაცა მე-4 საუკუნეში თურმე დაბადებულა კაცი. აგერ იყო აქ ჩვენგან აქ მყოფნები შეიძლება ვიღაცა იცნობდა კიდეც და პირადად შეხვედრია კიდეც, იმიტომ რომ 95 წელი იყო, როდესაც გარდაიცვალა ჩვენი მამა გაბრიელი.
ამიტომაც გადაწყდა რომ ამ ორ ხატს უნდა ემოგზაურა დასავლეთ ევროპის ეპარქიაში. ეხლა მე სადაც გახდით წასული, ამის შემდგომ შემოდგომაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში და ბრიტანეთში იგეგმება და კიდევ რაღაცა სხვა გეგმები არსებობს. არსებობს თქვა დიდი სიმპოზიუმი, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება და 100-ზე მეტი მომხსენებელია მოწვეული მარტო უცხოეთიდან. ნუ ახლა რამდენი ჩამოვა, 100 ჩამოვა თუ 120 თუ 80, ეს ჯერჯერობით წინასწარ არ ვიცი, მაგრამ ნუ ძალიან დიდად პომპეზურად უნდა მოხდეს ამისი აღნიშვნა. და ჩვენი მიზანი პატრიარქმა რაც უნდოდა, ნუ ილია მეორეზე ვსაუბრობ ჯერჯერობით. რაღაცნაირად თითქოს მარტის თვეში, როდესაც გარდაიცვალა და ეს გეგმები თითქოს უნდა გაგვეხორციელებინა, გავჩერდით ბუნებრივია, იმიტომ რომ ხელფეხი თითქოს შეგვეკრა, მაგრამ როგორც კი მოხდა აღსაყრება შიო მესამისა, მან მაშინვე განაახლა ეს კურთხევა და თქვა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა განხორციელდეს ეს პროექტი და აქ ამაღლების დღესასწაულზე, როდესაც გსტუმრობდა ჩვენ პატრიარქი, მაშინ ჩვენი ჯგუფი დალოცა, სწორედ ვისაც უნდა გვემოგზაურა, ყველანი აქ ესწრებოდნენ ამ წირვას. ერისკაცები იყო თუ საუნდელოება, ყველას მოგცა ლოცვა კურთხევა და გითხრა რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველასთან უნდა ჩაიტანოთ ეს კურთხევა, მოკლედ ეს სიწმინდეები და ყველას გადასცეთ რომ უნდა მიიღონ მონაწილეობა ამ 1700 წლისთავში. ოღონდ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა? მე სულ ვამბობდი აი ამ თემას, რომ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. რაღაც საჩუქარი უნდა გავაკეთოთ, მოკლედ, იმიტომ რომ ვინმეს რო იუბილე აქვს, ჩვენ ხო საჩუქარს ვამზადებთ და სწორედ ესეთ საჩუქარი უნდა გააკეთო რაღაც. ეს საჩუქარი როგორ უნდა გააკეთო? ეხლა მე ვფიქრობდი ამის შესახებ, რომ როგორ ღებულობენ მაგალითად ხელოვანი ხალხი მონაწილეობას. ვიღაცამ არა, ძალიან ცნობილმა რეჟისორმა გადაწყვეტა ფილმი გადაიღოს. ვიღაც პოეტმა ლექსი დაწერა და ვიღაცამ მწერალმა რაღაც მოთხრობა და ვიღაც იმან რა ქვია მხატვარმა დახატა ლამაზი ნახატი, მაგრამ მე სამწუხაროდ არც ერთი ნიჭი არ მაქვს. ეხლა აქედან ჩამოთვლილი და აი ამ შემთხვევაში რა გავაკეთო? როგორ შეიძლება მივიღო ამაში მონაწილეობა? არ დამტოვა ეკლესიამ ამ მონაწილეობის გარეშე მინდა გითხრათ, იმიტომ რომ თუ ეს ზემოთ ჩამოთვლილი რაღაცა სახელოვნებო ნიჭები მე არ გამაჩნია, სამაგიეროდ გამაჩნია ნიჭი იმისა, რომ თუ არ დავდიოდი ეკლესიაში, დავიწყო ეკლესიაში სიარული. თუ არ ვამბობდი ახსარებას, თქვა ახსარება. თუ თქვათ აქამდე არ მიმარხულია, დავიწყო მარხვა. თუ არ მყოლია მოძღვარი, წავიდე და დავიწყო მოძღვრის ძიება და ძებნა. პირველივე შემთხვევაში ესე არა, ვის რაღაცას შევარჩევ, რომ აი რაღაცნაირად ჩემს სულს ეხმიანებოდეს, რომ რაღაცნაირად აკმაყოფილებდეს აი ამ ჩემს კითხვებს თუნდაც, რომელი კითხვებიც დამიგროვდა ამდენი ხნის განმავლობაში და თუ სახლი არ გიკურთხებია, სახლი უნდა აკურთხო და ასე შემდგომ. რაღაცა ნაბიჯი უნდა გადადგა. რაღაცით უნდა გამოხატო, რომ აი ამ იუბილეში მონაწილეობ, იმიტომ რომ ვიღაცა საბავშვო ბაღში იქ დადგა რაღაცა ბავშვებმა სპექტაკლი და მიუძღვნეს 1700 წლის თავს. ამიტომ ჩვენც რაღაცა უნდა მიუძღვნათ, რაღაცა უნდა გავიღოთ. მაგრამ უპირველეს ყოვლისა უნდა დავიწყოთ ერთობაზე და ერთიანობაზე ფიქრი და მე ძალიან მენიშნა მინდა გითხრათ, რომ პატრიარქის გარდაცვალება საერთოდ ამ ქვეყნად არაფერი შემთხვევით არ არის, მაგრამ როგორ შეიძლებოდა შემთხვევით იყოფილიყო სწორედ ამ წელს, სწორედ ამ წლის დასაწყისში, მარტის თვეში, 17 მარტი იყო, როდესაც გარდაიცვალა. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორედ ის მოცემულობა, რომელი მოცემულობაზეც ის მთელი ცხოვრება ლოცულობდა, რომ ქართველები ერთად ენახა. და ამდენი ქართველი ერთად და თან ჩუმად, თქვენ წარმოგიდგენიათ? თურმე შეგვძლებია. ანუ, რადგანაც გამოცდა უკვე ჩავაბარეთ, რომ თურმე ეს შეგვძლებია, ეს არის სწორედ 1700 წლის თავის აღნიშვნა. ოღონდ ესე უნდა გავაგრძელოთ, სხვა მეტი არაფერი. ერთობა უნდა შეგვეძლოს, რიგში დგომა უნდა შეგვეძლოს, ისე რომ ხელისყრა არ შეგეძლოს ადამიანისთვის და აგრესიის გამოხატვა და ვიღაცას არ აკვირდებოდე იქ რა აცვია, როგორ იქცევა, არამედ შენს თავზე ფიქრობდე. აი ეს გახლავთ სწორედ ამისი აღნიშვნა. ის რომ თქვათ რაღაცა ერთი ფსალმუნი ისწავლო დამატებით აქამდე თუ 20 იცოდი, ახლა 21 ისწავლო. ის რომ რაღაცა სახარების ისეთი ამბავი აღმოაჩინო სახარებაში, რომელიც შეიძლება გაგიძღვეს წინ და აი ვიტყვით დღევანდელ სახარებაზე, რომ ჩემთვის ეს ძალიან დიდი აღმოჩენა იყო და განსაკუთრებულად მიყვარს დღევანდელი წაკითხული სახარების ეს ეპიზოდი და გაგიზიარებთ ამ ეპიზოდიდან მე აი ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს. და იქნება იყოს თქვენთვის ესეც რაღაცა სტიმულის მომცემი იმისა, რომ მეც ვღებულობ ამ 1700 წლის თავში მონაწილეობას და
ასე გავაგრძელოთ მოკლედ არა მარტო წლევანდელი წელი, არამედ ზოგადად ჩვენი ცხოვრება. თუმცა კი დავასრულებ მაინც ამ ღონისძიებების შესახებ, დავიწყეთ დასავლეთ ევროპის ეპარქიიდან, სადაც სამრევლოები გქონდა, ჩავდიოდით სამრევლოებში, საელჩოებში ცალკე, ყველა საელჩო ვაკურთხეთ, სადაც კი ჩვენი საელჩოები იყო. მე პირადად 5 ქვეყანაში მომიწია ყოფნა, მე შემცვალა სხვა მოძღვარმა, ეხა ის აგრძელებს 10 ივლისს დამთავრდება მოკლედ ეს გზა. მქონდა ძალიან დიდი შეხვედრები საზოგადოებასთან, მქონდა პირადი ურთიერთობის საშუალება, ქადაგების საშუალება, ფილმებს ვაჩვენებდით, მათ შორის ანდრია პირველწოდებულის შემოსვლის შესახებ გადაღებული ფილმია, მათ შორის კვართისა და სვეტიცხოვლის ისტორია უფრო დოკუმენტურად წარმოდგენილი. ვაჩვენებდით ასევე ჩვენი პატრიარქის გახსენებას, პირადი ინტერვიუა მასთან ყაზბეგში და ძალიან ისეთი ფილმია, ნამდვილად გულისამაჩუყებელი, ეხა პატრიარქი რო აღარ არის, ამას ვინც უყურებდა, უცრემლოდ ვერ უყურებდა, რაღაცა თავის ბავშვობას იხსენებს და ისე ძალიან საყვარლად იხსენებს ამას ყველაფერს, თავის მასწავლებლებთან ურთიერთობას. მოკლედ ეს იყო ძალიან დიდი სიხარულის დღეები ამ საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ელოდებოდნენ ამას ყველაფერს და რაც მთავარია, აცნობიერებდნენ იმას, რომ ეკლესიას ყოველთვის ახსოვს ეს ხალხი. რომ ეკლესია ყოველ მიუხედავად იმისა, რომ შორს იმყოფებიან, ეკლესია ზრუნვას არ წყვეტს თავის შვილებზე. და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხსენება იყო და აი ასე მოკლედ 1700 წლის თავის აღნიშვნა დასავლეთ ევროპის ეპარქიამ შეიძლება ითქვას ასე დაიწყო, თუმცა კი კიდე სხვადასხვა ღონისძიებები დაიგეგმა სამეცნიერო მათ შორის და ადგილობრივი საეკლესიო საკვირაო სკოლებისა. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ სახარებას, რომელზედაც ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ აღარ დაგღალოთ. დღევანდელ სახარებაში არის მოთხრობილი ერთი ასის თავი, წარმართი იყო ეს ასის თავი, არ დაგავიწყდეთ. რომაელი ჯარისკაცების ასის თავი იყო. ის მოდის და ქრისტეს ეუბნება, რომ ჩემი მონაო ძალიან ცუდად არის. და იქნებაო სხვა სახარებაში ცოტა უფრო ვრცლად არის. იქ წერია ლუკას სახარებაში მაგალითად, რომ თვითონ კი არ მოდის, სხვებს გამოაგზავნის. იმიტომ რომ მე არ ვარო ღირსიო საერთოდ ნახეო და მაცხოვარი იტყვის რომ მე წამოვალო და განკურნაო მას. ვისაც გამოაგზავნის ებრაელები არიან და ეტყვიან რომ ჩვენიერიო ძალიან უყვარსო, შესაკრებელიც კი აგვიშენაო და ამ შეკრების საშუალებას გვაძლევსო და ვლოცულობთო ერთადო და მაცხოვარი რომ წავა ამ სახლისკენ თვითონ შემოეგებება ეს ასის თავი მას და ეტყვის რომ საოცარ სიტყვებს ეუბნება. აბა დაფიქრდით რას ეუბნება. მეო ვარო ხელმწიფების ქვეშ მყოფი კაციო. მეც მყვანანო მონებიო. ვისაც ვეტყვიო მიდისო, წადიო, ვისაც ვეტყვი მიდისო, ვისაც ვეტყვი მოდიო, მოდისო, ვისაც ვეტყვი საქმე გააკეთე, აკეთებსო. და შენო საერთოდ არ გჭირდება ჩემთან მოსვლაო. მხოლოდ სიტყვით თქვიო და ყველაფერი ისე იქნებაო. და მაცხოვარი ამბობს ასეთ რამეს, რომ ასეთი სარწმუნოებაო, მე ისრაელშიც არ მინახავსო. სარწმუნოება არის რა? როდესაც ნამდვილად გჯერა რაღაცის, ხო მართალია, უხილავის თუნდაც, რომელიც არ გინახავს, მაგრამ გჯერა. მაგრამ ამ კაცმა რაც თქვა, ესეთი რამ, წინასწარმეტყველები, რასაც ჰქონდა და ებრაელები კარგად იცნობდნენ ამ წიგნებს, მიუხედავად ამისა, მსგავსი სარწმუნოება არავის არ ჰქონდა. და მაინც რა თქვა, თუ გიფიქრიათ ამაზე, რა შედარება მოიტანა? მე მყავს მონები, რომელსაც ვეტყვი წადი და მიდის. რომელსაც ვეტყვი მოდი და მოდის. და ეხა მაცხოვარს ეუბნება, შენ შეგიძლია იგივე თქვა. ანუ ვის უნდა უთხრას მაცხოვარმა რომ წადი რომ წავიდეს? სიკვდილს. იმიტომ რომ ამ ასის თავის მონა კვდება. ამიტომაც ეუბნება რომ ასეთი სარწმუნოება მე არ მინახავს ჯერ ისრაელში. ესე იგი ამ კაცმა აღიარა რომ ქრისტე არის ის, ვისაც შეუძლია სიკვდილს უთხრას რომ წადი და ის მიდის. ვისაც ეტყვის რომ მოდი, მოდის. აი ესეთია სარწმუნოება. ამიტომაც მაცხოვარი მოტრიალდება და ამბობს, არ მინახავს მე ესეთი სარწმუნოება. და მოტრიალდება, მოდის და ამ ადამიანის მონა მაშინვე განიკურნება, იმიტომ რომ მან სიკვდილს უბრძანა რომ წასულიყო. დაადასტურა იმ კაცის სიტყვები, იმ ასის თავის სიტყვები დაადასტურა, რომელიც ებრაელიც კი არ იყო. რომელმაც წმინდა წერილი არ იცოდა ისე ზედმიწევნით, როგორც ებრაელებმა იცოდნენ.
დაადასტურა იმ კაცის შინაგანი განცდა, რასაც ის ფიქრობდა სარწმუნოების შესახებ. როგორი რწმენაც მას ჰქონდა, დაადასტურა იმით, რომ განიკურნა ეს მონა. ამიტომაც იფიქრეთ ამაზე, რომ მაცხოვარს ჩვენ ასე მივმართავთ თუ არ მივმართავთ. ჩვენ გვაქვს თუ არა მსგავსი რწმენა მასთან დამოკიდებულებაში, იმიტომ რომ როგორც კი რაღაცა განსაცდელი შემოდის ჩემს ცხოვრებაში, თუ ავად ვარ, ხანდახან ექიმი მგონია რომ გადამარჩენს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ექიმთან არ უნდა მიხვიდე. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ექიმს არ უნდა დაუჯერო, რამ კურნალობასაც დაგინიშნავს, მაგრამ გადამრჩენელი, ბრძანებელი, ვისაც შეუძლია უბრძანოს, რომ წადი და წავიდეს შენგან განსაცდელი ავადმყოფობა და სიკვდილიც კი ერთადერთია. ეს არის ქრისტე ღმერთი. ამიტომაც თუ ასეთი გექნებათ ფიქრი, თუ ასეთ ცენტრში იქნება თქვენთვის ქრისტე, იცოდეთ, რომ ნებისმიერი განსაცდელი დაძლევადი გახდება. ძალიან ადვილად დაძლევადი გახდება, იმიტომ რომ თუ ქრისტე ჩვენთანაა, ვინც გინდა იყოს ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ შენთან როგორ იქნება, როდესაც შენ იმედებს სხვაზე უფრო მეტ სამყარებ ვიდრე ქრისტეზე? ადამიანი უფრო მეტად გეიმედება ვიდრე ქრისტე და ძალიან საშინელი სიტყვები წერია ბიბლიაში, რომ წყეული იყოს კაცი, კაცის მოიმედე. არ შეიძლება იყოს კაცის მოიმედე. არ გულისხმობ ამაში ის, რომ მეგობარი არ გეიმებოდეს და არ გიყვარდეს. ამაში გულისხმობ სხვა რამეს. ადამიანი რომ მიგაჩნია შენ მხსნელად და გადამრჩენელად, დასავლეთი ან ჩრდილოეთი რომ მიგაჩნია რომ შენ ქვეყანას გადაარჩენს, აი იქ არის შენი შეცდომა, როგორც თქვათ, პოლიტიკური ფიქრისა. როდესაც გონია რომ შენს ავადმყოფობას ვინმე ექიმი ან ექიმბაში უშველის, აქ არის შენი შეცდომა, შენი ურწმუნოებისა. როდესაც გონია რომ თანამდებობის მოპოვება არის ან ფულადი სახსრების დაგროვება არის ყველაფერი და ეს თუ გექნება, ყველაფერს მოაგვარებ, ეს არის შენი შეცდომა. იმიტომ რომ ქრისტე კი არ არის მთავარ ადგილას. მთავარ ადგილას ცენტრში დასახე შენ ან ადამიანი, ან რაღაცა მატერიალური, რომელიც გაქრობადია, დღეს არის და ხვალ აღარ იქნება. და ვინ არის უკუნისამდე, ვინც იყო, არის და იქნება, რომელიც დროში არასდროს არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ დროში შემოვიდა ადამიანური ბუნებით, როდესაც განკაცდა. ამის გარდა დროში რომ არასდროს არ ყოფილა, ეს არის ერთადერთი ღმერთი, რომელიც იმედიც ასე უნდა გქონდეს და რომელიც სარწმუნოებასაც ასე უნდა აღიარებდე და ასე უნდა გწამდეს, რომ თავარია შენ ისურვე უფალო, შენ თუ კი იტყვი რომ რამე წავიდეს, ის წავა, მათ შორის სიკვდილი, მათ შორის გამოუვალი მდგომარეობა რომ გონია, ესეც გამოსავალი გამოჩნდება იმ წამსვე, ამ სიტუაციაშიც. ამიტომაც ასე იფიქრეთ და ასე შემოუერთდით 1700 წლის თავის აღნიშვნას, რომ ცენტრი იყოს ქრისტე და სხვა ყველაფერი თავის ადგილას დადგება. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთმა. ცოცხლით.